საღამო მშვიდობის თბილისის დროით ზუსტად 7 საათი ეთერში აპოსტივის მთავარი საინფორმაციო გამოშვება. მე ანა აშორდია ვარ, ახალ ამბებში ნახავთ. მუქარი სენა და მტრული რიტორიკა დიპლომატისგან, რა მიზანს ემსახურება ევროკავშირის ელჩის არადიპლომატიური გზავნილი და როგორია ოფიციალური თბილისის პოზიცია. რევოლუციის ჩეხური სცენარი და დესტაბილიზაციის უცვლელი სურვილი. იგორ ბლაჟევიჩის ტრეინინგებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია. რა ინფორმაციას ფლობს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ყოფილი და მოქმედი ნაციონალების დაპირისპირება გრძელდება. 2 თვის წინ შექმნილი სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსი დაშლის პირასაა. დატოვებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა ოპოზიციურ ალიანსს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატის თანამდებობაზე პრეზიდენტმა ზურაბ პატარაძის კანდიდატურა წარადგინა. პრეზიდენტის, პრემიერისა და თავმჯდომარეობის კანდიდატის გზავნილები. გიყვებით რამდენიმე წუთში. აგროსექტორის მხარდაჭერა. 1 ივლისიდან ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი ამოქმედდება. რას ითვალისწინებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ახალი პროგრამა. თავდასხმა ქართული სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ევროკავშირის ელჩი კვლავ დიპლომატიური ჩარჩოებიდან გადის და მასპინძელი ქვეყნის მოსახლეობას სამოქალაქო ომით, ძალადობითა და სიღარიბით ემუქრება. მომავალ თვეებში გადაწყდება დაუბრუნდება თუ არა საქართველო ბნელ წარსულს, ამბობს პაվել ჰერჩინსკი იმ ქვეყანაზე, რომელიც გლობალურად დაძაბულ ვითარებაში უწყვეტ მშვიდობას და სტაბილურობას ინარჩუნებს. ეკონომიკური ზრდითა და სხვადასხვა სფეროებში მიღწეული პროგრესით კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებსაც უსწრებს. 4 ოქტომბრის ძალადობისა და რუსეთთან სანქციების ომის წამქეზებლისგან ძალადობასა და სიღარიბეზე საუბარი ცინიკურია ხელისუფლებისთვის და პროვოკაციულ განცხადებასთან დაკავშირებით დიპლომატისგან განმარტებებს ითხოვს. პარლამენტის თავმჯდომარე კი საქართველოს ბნელ წარსულთან დაკავშირებით ელჩს მათ მიერ მხარდაჭერილ იმ რეჟიმს ახსენებს, რომელმაც ადამიანის უფლებების დარღვევა, წამება და რეკეტი სახელმწიფო პოლიტიკად აქცია. ქართულ ხალხთან მუქარის ტონით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია ოფიციალური თბილისისთვის, არ არის გამორიცხული დიპლომატი უახლოეს დღეებში საგარეო უწყებაშიც დაიბარონ. ქეთი მამრიკიშვილი გიამბობთ. როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართულ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. სწორედ მუქარად აფასებს მთავრობის მეთაური საქართველოში ევროკავშირის ელჩის ბრიუსელში გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ნედგაზეთმა გაავრცელა. ჰერჩინსკი ამბობს, რომ ის რაც საქართველოში მომავალ თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს დაუბრუნდება თუ არა ქვეყანა ბნელ წარსულს. ამავე განცხადებაში დიპლომატიური ჩარჩოებიდან მორიგჯერზე გასული დიპლომატი ახსენებს ძალადობას, სამოქალაქო ომსა და სიღარიბეს. საქართველო გზაგასაყარზე დგას. საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ სამწუხაროდ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ჩვენ არ უნდა დაუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაუბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში. პაվել ჰერჩინსკის მხრიდან ქართველი ხალხის მიმართ მუქარის ტონით საუბარი კატეგორიულად მიუღებელია ოფიციალური თბილისისთვის. მთავრობის მეთაური ამბობს, რომ ამ განცხადებით ნათლად გამოჩნდა ის, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია დიპლომატი, რომლის პროვოკაციულ განცხადებაზეც ხელისუფლება განმარტებებს ითხოვს. როგორ მიყავს ქვეყანა აქამდე სამოქალაქო ომი? ერთხელ ხო სადა, ორჯერ ხო სადა, 5ჯერ ხო სადა. ნახეთ, ჩვენ ქვეყანაში გამოვიარეთ რევოლუციის მოწყობის 5 მცდელობა 4 წლის განმავლობაში. ბატონი ელჩი გამოდიოდა საპარლამენტო არჩევნების წინ და ქართულ ხალხს მოუწოდებდა ნაცების დაბრუნებისკენ. პირდაპირ მოუწოდა დამობილიზდეთო, გაუშვით ეს ხელისუფლება და მოაბრუნეთ ხელისუფლებაში ნაცებიო. ხო პირდაპირ მოუწოდებდა ამისკენ ქართულ ხალხს, ანუ ქართულ ხალხს ის პირდაპირ თავისი მოწოდებით აბრუნებდა სისხლიან, სწორედ რომ ბნელ 9 წლიან წარსულში. ეს არის ელჩის სულისკვეთება და ეს არის ტრაგიკული. პარლამენტის თავმჯდომარისთვის კი ცინიკურია ის ფაქტი, რომ ძალადობასთან დაკავშირებული ბრალდებების ავტორები თავად ახდენენ ძალადობის რომანტიზებას, ორგანიზატორებს კი გმირებად წარმოაჩენენ. შალვა პაპუაშვილი საქართველოს ბნელ წარსულთან დაკავშირებით ელჩს მათ მიერ მხარდაჭერილ იმ რეჟიმს ახსენებს, რომელმაც ადამიანის უფლებების დარღვევა, წამება და რეკეტი სახელმწიფო პოლიტიკად აქცია.
ძალადობაზე გვესაუბრებიან ისინი, ვინც თავად წააქეზა 4 ოქტომბრის ძალადობა. სამოქალაქო ომზე გვაფრთხილებენ ისინი, ვისი დაფინანსებითაც მოქმედებენ ეკლესიაზე, სახელმწიფოზე და ადამიანის ღირსებაზე თავდამსხმელი ჯგუფები. სიღარიბეზე გვმოძღვრავენ ისინი, ვინც რუსეთთან სანქციების ომში გვითრევენ და ეკონომიკის ნგრევისთვის და სიღატაკისთვის გვწირავენ. ბნელ წარსულზე გველაპარაკებიან ისინი, ვინც სიცრუითა და მძაკვრობით ცდილობენ გაამართლონ რეჟიმი, რომლის დროსაც ადამიანის უფლებების დარღვევა რეკეტი წამება სახელმწიფო პოლიტიკად იყო ქცეული. რაც შეეხება ქართველ ხალხს, მისი ნამდვილი სახე მკაფიოდ გამოჩნდა 2024 წელს. ეს არის ხალხი, რომელიც თავად წყვეტს საკუთარ ბედს, იცავს საკუთარ ღირებულებებს და ართმობს საკუთარ გზას. პაվել ჰერჩინსკის განცხადებას უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმაც. ირაკლი კირცხალიას თქმით, დიპლომატი ბნელ წარსულში დაბრუნებას უწოდებს იმას, რომ საქართველო იცავს ტრადიციებსა და იდენტობას. საქართველოს ხელისუფლება კი კონსტიტუციურ წესრიგსა და კანონებს. ელჩისთვის ნათელი მომავალი კი კირცხალიას განმარტებით რევოლუციასა და ხელისუფლებაში არაფორმალური ძალების მიერ მართული აქტორების მოსვლა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი განმარტავს, რომ ხელისუფლება მოთმინების პოლიტიკით მოქმედებს და არა დიპლომატიური ქმედებების მიუხედავად დიპლომატის გაწვევას არ აპირებს. რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოში თქვენ დიპლომატიურ მისიას ასრულებთ, შესაბამისად წარსულშიც არაერთხელ არსებობდა ობიექტური მიზეზები იმისა, რომ საქართველოდან თქვენი გაწვევა მოგვეთხოვა, მაგრამ ჩვენი სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც ადეკვატურად იქცევა და ქართული ოცნების მიერ დანერგილ მოთმინების პოლიტიკას ატარებს. ამ პოლიტიკის ფარგლებში მაქსიმალურად ვერიდებით ნებისმიერი სახის კონფლიქტს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რადგან საქართველოსა და ევროპულ ქვეყნებს შორის მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება და გაღრმავება ჩვენი სტრატეგიის ნაწილია. მეორე მხრივ აშკარაა, რომ მანამ სანამ ევრობიუროკრატია არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს ექვემდებარება, თქვენი გაწვევის მოთხოვნა კონტრპროდუქტიული იქნებოდა, ვინაიდან თქვენს ნაცვლად ბრიუსელი კვლავ ამ ძალების მორჩილ წარმომადგენელს გამოგზავნის ადამიანს, რომელიც თქვენს მსგავსად არ წარმოადგენს და არ გამოხატავს ევროპელი მოსახლეობის აზრსა და პოზიციას. ელჩის პროვოკაციულ განცხადებას პოლიტიკური ფაქტის კონსტანტაციას უწოდებენ ოპოზიციაში. ნაცმოძრაობაში გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების რეიტინგებს არ აღიარებენ და დიპლომატის მსგავსად ქვეყნის მომავალს სკეპტიკურად უყურებენ. პოლიტიკური ფაქტის კონსტატაცია, თუ საქართველო იქნება მოშორებული ევროპისგან, ეკონომიკურად ჩვენ ქვეყანას შეექმნება უდიდესი პრობლემები და ამიტომაც როგორც ინსტიტუციურად, ისე ეკონომიკურად სამწუხაროდ დაბრუნდებით 90-იან წლებში. ეს არის პოლიტიკური მოცემულობა. ვერაფრით ვერ ექნება პოზიტიური მოლოდინი ხალხს ამ ვითარებაში უკეთესი მომავალი. მართლ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ ჰერჩინსკის განცხადება საქართველოსთან მიმართებით ბრიუსელის დესტრუქციული ხედვის ლუსტრაციაა. გარდა ამისა, სახელმწიფო პარტიაში განმარტავენ, რომ თუ აქამდე ქვეყანას შენიღბულად მოუწოდებდნენ ომში ჩართვაზე, ჰერჩინსკის განცხადება ამის პირდაპირ მტკიცებულებაა. თუ აქამდე რაღაცა შენიღბულად, შეფუთულად ვიღაცეები მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვისკენ, აგერ პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე და ომზე. პირდაპირ დაემუქრა ქართველებს და დაემუქრა ქართულ სახელმწიფოს. ეს არის ძალიან მძიმე. პირველი ალბათ რაც უნდა გაკეთდეს, აუცილებლად უნდა მოხდეს ელჩის დაბარება და უნდა დაისვას კონკრეტული კითხვები, რაზეც გვჭირდება პასუხები. საქართველოს არაფრისგან არ გადაუხვევია. ჩვენ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, სუვერენული სახელმწიფო. ჩვენ გვჭირდება მეგობრები, გვჭირდება პარტნიორები და არა ბატონები და რაღაც თითის მქნეველები. ერთიანი ნეიტრალური საქართველო კი მიიჩნევს, რომ ქართულ სახელმწიფოზე ღია თავდასხმას ადეკვატური პასუხი სჭირდება. პარტიაში განმარტებებს ითხოვენ ევროკავშირის ელჩისგან თუ რა ბერკეტების გამოყენებით ემუქრება საქართველოს სამოქალაქო ომში გახვევით. პაվել ჰერჩინსკი დიდი ხანია გასცდა დიპლომატიურ ჩარჩოებს. ის კოლექტიური ნაცმოძრაობის სასოწარკვეთილი აქტივისტივით წყევლასა და მუხარაზია გადასული. ცხადია მის პოზიციებსა და ქმედებებს აღვიქვამთ როგორც მთლიანად ევროკავშირის პოზიციას, რაც იმას ნიშნავს, რომ გაერთიანება, რომლისკენ მისწრაფებაც კონსტიტუციურ დოგმად გვაქვს განსაზღვრული, ჩვენს ქვეყანას სამოქალაქო ომში დაბრუნებით ემუქრება. გზავნილი ასეთია, თუ ისე არ მოიქცევით როგორც ბრიუსელი გიკარნახებთ, ან უარს არ იტყვით ბავშვების ლგბტ პროპაგანდისგან დაცვაზე, თუ არ დაუშვებთ უცხოური ფულის თავისუფალ მიმოსვლას, თუ არ დააბრუნებთ ხელისუფლებაში ჩვენს აგენტურას, კოლექტიურ ნაცმოძრაობას, თუ არ აყვებით ჩვენს ანტირუსულ ისტერიას, თუ არ იტყვით უარს თქვენს სუვერენიტეტზე, ტრადიციებზე, ღირებულებებზე, ჩვენ თქვენს სამოქალაქო ომს მოგიწყობთ. ასეთ დროს კიდევ უფრო აქტუალური ხდება კითხვა ხელისუფლებასთან მეტი რა ფორმით უნდა გვითხრან, რომ ევროკავშირში ჩვენი ღირსებით, ტრადიციებითა და სუვერენიტეტით არავინ გველოდება, ან უნდა დასრულდეს დაჟინებული განცხადებები, რომ საქართველო ყველაფრის მიუხედავად მაინც აგრძელებს ევროკავშირისკენ სვლას, ან უნდა შევეგუოთ მსგავს შეურაცხმყოფ
სოფელ მუქარის ტონს. იქნება ეს პაվել ჰერჩინსკისგან თუ სხვა რომელიმე ევრობიუროკრატისგან. ქართულ სახელმწიფოზე ღია თავდასხმას სჭირდება ადეკვატური პასუხი, როგორც ჩანს, ევროკავშირი მის შიგნით არსებული გადაუჭრელი პრობლემების მიუხედავად კვლავ აქტიურად მუშაობს საქართველოს დესტაბილიზაციისა და წარსულში დაბრუნების გეგმაზე. ჰერჩინსკიმ უნდა გასცეს პასუხი თუ რა ბერკეტების გამოყენების იმედი აქვს, როდესაც ქვეყანას სამოქალაქო ომში გახვევით ემუქრება. ოფიციალური თბილისის პოზიცია მკაფიოა. საქართველო ყოველთვის მზად არის ბრიუსელთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, თუმცა ამისათვის აუცილებელია, რომ შეწყდეს საქართველოს მიმართ აგრესიული რიტორიკა, არჩეულ ხელისუფლებაზე თავდასხმები და გაუქმდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული მტრული რეზოლუციები. რა მიზანს ემსახურება ტრეინინგები, რომელსაც პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ლიდერი ოპოზიციასთან ერთად NGO სექტორს უტარებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. იგორ ბლაჟევიჩთან გამიჯვნის მცდელობების მიუხედავად საქმეში დევს არაერთი მტკიცებულება, მათ შორის აუდიო ჩანაწერები, რომელიც ანტისახელმწიფოებრივი მიზნის მქონე ტრეინინგების ავტორთან ნაცოპოზიციის კავშირებს ადასტურებს. კითხვებს ისევ გაურბიან ტრეინინგის მონაწილეები და რევოლუციური გეგმების დამალვას ცდილობენ. ხელისუფლება კი მკაფიოდ აცხადებს, რომ სახელმწიფო ყველა მსგავსი სცენარის შემთხვევაში მკაცრი იქნება. დეტალებით საულმე გობრონიძე. მე შემიძლია გითხრათ, რომ არ მოეწონებათ ჩემი შემდეგი წინადადება, არ მოეწონება ბევრ ადამიანს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც დევს არაერთი ჩანაწერი მასთან დაკავშირებით მისი მონაწილეობით. ამიტომ ხელისუფლება აფრთხილებს ყველა იმ პირს, რომლებიც საზოგადოების მოტყუებას ცდილობენ და ამტკიცებენ, თითქოს პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ლიდერთან კავშირები არ აქვთ და მის რევოლუციურ ტრენინგებს არ ესწრებიან. საპირისპიროდ არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე, რომელშიც დევს კონკრეტული მტკიცებულებები, რითიც პირდაპირ დასტურდება, რომ არსებობს კომუნიკაცია და კომუნიკაციის გარდა არის დავალებები, რომლებიც უცხოელი ტრენერის მიერ კონკრეტული ჯგუფებისთვის გაიცა. რა მიზანს ემსახურება ტრენინგები, რომელსაც იგორ ბლაჟევიჩი ოპოზიციასთან ერთად NGO სექტორს უტარებს. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მოვა დრო და ძალოვანი უწყებები საჯაროდ იტყვიან, რას გეგმავდა ოპოზიცია ბლაჟევიჩთან ერთად. არსებობს კონკრეტული სისხლის სამართლის საქმე და კონკრეტული მოსამართლის განჩინების საფუძველზე აბსოლუტურად ლეგიტიმურად გაკეთებული ჩანაწერები, სადაც ამ ყველაფრის მამხილებელი სიტყვები, ფრაზები, ხმა კონკრეტული ადამიანები არსებობენ. მოვა დრო, ვილაპარაკებთ იმაზეც, რას გეგმავდნენ, მოვა დრო, ვილაპარაკებთ იმაზეც, რა მიზანი აქვთ. შეიძლება ვიღაცას ისიც კი მოეჩვენოს ჩემს კოლეგებს, რომ ნაადრევი იყო ჩემგან ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ ისინი უკვე ძალიან გაფრთხილდნენ მას შემდეგ, რაც გაჟონა ტელევიზიაში ამ ინფორმაციამ. როგორც კი შიგნით ფული ვერ შემოდის და ტრენერები ესე როგორც დადიოდნენ ბაკურიანში და სხვა სასტუმროებში ამაყად და საერთოდ პრობლემა არ ქონდათ და დღეს უკვე მიხვდნენ რომ პრობლემაა და პრობლემა მათი არის მხილება მთავარი და კანონი უპირისპირდება მათ გარკვეული სახთელების და პრევენციული სანქციების სახით. დღეს უკვე დისტანციური ტრენინგები გადაწყვეტეს და დისტანციური დავალებები გადაწყვეტეს. აქაც ჩვენ საბედნიეროდ გავძლიერდით ისე უკვე შიდა უწყებრივად სამართალდამცველები, რომ შევძელით აქაც უკვე ჩამვდარიყავით იქ, სადაც მათ წარმოდგენა არ ქონდათ. აქვთ რაღაც გაიდლაინი, რომელიც არ ძველდება, მაინც სიახლეს არ 2000-იანი წლების დასაწყისში, კმარა რომ იყო, რა მეთოდებიც ოდნავ იხვეწება და ამ მეთოდებით მუშაობენ ყველგან. სპეცსამსახურების სხვადასხვა ქვეყნების. რევოლუციური პროცესების მზადების შესახებ უცხოელი ტრენერის ავტორობით ჩატარებული გასაიდუმლოებული ტრენინგების მონაწილეები ყველა შესაძლო გზით გაურბიან მედიის კითხვებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წინააღმდეგ დაგეგმილი სცენარიც და მონაწილეებიც მხილებულია, ჩეხი ტრენერის და ოპოზიციის იდეოლოგიური თანხმედრა სოციალური ქსელებითაც კი მარტივად დასტურდება, დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ისევ ამტკიცებენ, რომ იგორ ბლაჟევიჩს არ იცნობენ. ადამიანის შესახებ არაფერი არ არის, თვითონ ძალადობრივად ხელისუფლების სულება დასავლეთ არც ერთ ქვეყანაში არც უზეგარის რუსული მითი. ოპოზიციის მცდელობებს მიღმა უარყონ კავშირები იგორ ბლაჟევიჩთან პრემიერ-მინისტრი კონკრეტულ გეგმას ხედავს, რომლის ერთადერთ მიზანსაც საქართველოში არეულობის გამოწვევა წარმოადგენს. წლიდან წლამდე იცვლება უცხოელი ტრენერების გვარები, მაგრამ არა ინტერესი. ირაკლი კობახიძე ქვეყნის გარედან დავალებების გამცემებს და ქვეყნის შიგნით დირექტივების შემსრულებლებს აფრთხილებს, რომ ისევე როგორც ყველა წინა მცდელობა ახლაც ბლაჟევიჩის მიერ
მიერ ჩატარებული ტრენინგები სრულიად უშედეგო იქნება, რადგან სახელმწიფოს მხრიდან სათანადო პასუხი გაეცემა. გვარები იცვლება, მაგრამ რეალურად ეს ინტერესი რომ საქართველოში რაღაცნაირად არიონ ვითარება, სადონ კიდევ ერთხელ რევოლუციის მოწყობა, ეს ინტერესი არ ცხრება და ამის გამოხატულებაა ბატონი ბლაჟევიჩის საქმიანობაც და შესაბამისი დაფინანსება. რა თქმა უნდა, სახელმწიფო იქნება მაქსიმალურად ხიზლად და არ დაუშვებს ასეთი მცდელობების წარმატებას. 12 საათში ერთხელ გაჩერებული საათით საჩვენებს სწორ დროს. ეს არის მარტივი ლოგიკა და თქვენ ამ შემთხვევაში შეგისრულათ და 12 საათი და გაჩერებულმა საათმა აჩვენეთ სწორი დრო და ბლაჟევის ჩვენ გვქონდა ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, რომ ბლაჟევის ჰქონდა დავალებული პარტიული აქტივისტვის და ამ პარტიულ აქტივში შედის, რა თქმა უნდა, თქვენი მედიაც, რომ ასეთი თემა წამოიწიათ ხელოვნურად. ეს არის რაც შემიძლია გითხრათ. უცხოელი სპეცსამსახურების მიერ დაწერილი რევოლუციური სცენარი ოპოზიციის პოლიტიკური დღესწესრიგის გზამკვლევი აქამდეც არაერთხელ ყოფილა. კანვასის ტრენინგები, პიტერ აკერმანის სემინარები, ჯინ შარპის ტექნოლოგიები, სხვადასხვა დროს ნაცოპოზიცია რევოლუციურ სცენარებთან და მეთოდებთან ერთად რევოლუციის მოწყობის სპეციალისტებსაც ცვლიდა. ამ შემთხვევაშიც მხილებულია საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ წარმოებული მორიგი კამპანიის წყაროც, ბრიუსელი, საიდანაც ფინანსდება პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი, რომლის ლიდერმაც ოპოზიციას და მოკავშირე ორგანიზაციებს საქართველოში რევოლუციური პროცესების მზადების შესახებ 10-მდე ტრენინგი უკვე ჩაუტარა. მოვისმინეთ ასევე ვნახეთ კონკრეტული ვიდეო ჩანაწერი, სადაც საუბარი იყო სახელმწიფო გადატრიალებაზე, რევოლუციური სცენარის მოწყობაზე, თუმცა ეს ყველაფერი მაშინ შეფუთული იყო და საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლებს ეხმარებოდნენ. ეს ძალიან მძიმეა და საზოგადოება ხედავს, რომ ჩართულია გარე აქტორები, არისვენებენ, ქვეყანას მოსვენებას არ აძლევენ და ძალიან დიდი სიფრთხილეა საჭირო. მე მადლობა მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო შესაბამის უწყებებს, შესაბამის სამსახურებს, რომ არიან მოწოდების სიმაღლეზე. სამწუხარო ის არის, რომ გარკვეული წლების წინ ბლაჟევიჩის მაგვარი ტრენერები ესე დათარეშობდნენ ჩვენს ქვეყანაში, სადაც მოუხერხდებოდათ, სადაც მოუნდებოდათ, ვისთანაც გადაწყვეტდნენ, ატრენინგებდნენ, რეკრუტინგს უკეთებდნენ, ამზადებდნენ რევოლუციური სცენარებისგან და კარგია, რომ ახლა მსგავს მოქმედებებს მოყვება კონკრეტული სამართლებრივი რეაგირება. მსგავსი სცენარი ჩვენ არაერთხელ გვინახავს ჩვენი ისტორიის განმავლობაში და არაერთხელ გვინახავს ესეთი ხელმოცარული სცენარისტები. შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს სცენარიც ისეთივე კრახისთვის არის განწირული, როგორც განწირული იყო წინა ამ შემთხვევაში სცენარები. ოპოზიციის უკანონო სურვილები ამჯერადაც მხოლოდ სურვილებად რჩება. დაგეგმილ მორიგ არეულობის სცენარზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს. ულტიმატუმები და ურთიერთბრალდებები ოპოზიციაში ყოფილი დამოქმედი ნაციონალობის სკანდალი გრძელდება. 2 თვის წინ შექმნილი სააკაშვილი ბოკარია გვარამიას ალიანსი დაშლის პირასაა. დღის წესრიგში დგას ალიანსიდან ნაცმოძრაობის გასვლის საკითხი. მწვავე დაპირისპირების საფუძველი კი მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დაწერილი წერილებია, რომელიც თანაგუნდელებს შეცდომებს უთვლის, სტრატეგიას უწუნებს და ალიანსის შექმნის მთავარ იდეასაც ეწინააღმდეგება. სააკაშვილის კრიტიკა კატეგორიულად მიუღებელია წარსულში მასზე დაქვემდებარებული ნაცმოძრაობისთვის კი ანტიმიშა პოზიციების მქონე სუბიექტებთან თანამშრომლობა წითელი ხაზია. როგორ დასრულდება კლანებს შორის დაპირისპირება სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსში და დატოვებს თუ არა ნაცმოძრაობა ეგრეთ წოდებულ გაერთიანებას. დეტალებით ნანუკა წითელაშვილი. შეუძლებელია ვიყოთ იქ, სადაც მიხეილ სააკაშვილი არის სამიზნე დამოღებული. ის გახლავთ ჩვენი პოლიტიკური ლიდერი. საკუთარი პოლიტიკური ლიდერის ამბიციების კვალდაკვალ ნაციონალური მოძრაობა სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსის დატოვებას აანონსებს. ეგრეთ წოდებულ ოპოზიციურ გაერთიანებაში კლანებს შორის დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება. ეგოებისა და კომპლექსების დატოლების გამო ნაციონალური მოძრაობის 3 ყოფილი მაღალჩინოსანის კოალიციაში უკვე 3 დღეა განხეთქილებაა. ვის უფრო დიდი ეგო აქვს და ვის ნაკლები კომპლექსი. ნაციონალურ მოძრაობაში არ აღიარებენ, რომ ცეცხლი პირველმა მათმა პოლიტიკურმა ლიდერმა გახსნა. პარტიაში ამბობენ, რომ ვერ იქნებიან ისეთი გაერთიანების ნაწილი, რომელიც ანტიმიშას პოზიციებს ითავსებს. ეს სტატუსი არ იყო კონფრონტაციული, ის უბრალოდ ისტორიული ფაქტის კონსტატაციას ახდენდა. არ უცებ მოწოდება და რეკომენდაცია, როდის აქედან არის კონფრონტაცია, ვერ ხვდები. ადამიანი, რომელიც მუდმივად თავს ესხმის სხვებს, არ უნდა საუბრობდეს იმაზე, რომ თითქოს და ვიღაცა არის ინიციატორი რაიმე ტიპის თავდასხმის, ხო? მიხეილ სააკაშვილზე ეს თავდასხმები უნდა შეჩერდეს.
და უნდა აჯობონ საკუთარ პოლიტიკურ ეგოებს და კომპლექსებს მასთან მიმართებაში. წავე დაპირისპირების პარალელურად ციხიდან წერილების წერასა და პარტნიორების გაკიცხვას არწყვეტს მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი. სააკაშვილი კვლავ მისი თამაშის წესებით მოქმედებას მოითხოვს და წარსულში მასზე დაქვემდებარებულებს კრიტიკის მიმღებლობისკენ მოუწოდებს. გამოქვეყნებული წერილით სააკაშვილი თანაგუნდელებს ტუქსავს, შეცდომებს უთვლის და ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის მთავარ იდეას, კოალიციურ ერთობასაც ეწინააღმდეგება. იმისათვის, რომ ამჯერადაც არ მოუსრიალდეთ, საჭიროა ყველა ჩვენი შეცდომის გადაუდებელი გაანალიზება და სასარგებლო დასკვნების გამოტანა, ხო და გადავწყვიტე ამ ყველაფერზე ძალიან ღიად საუბარი და არ ვაპირებ გავუფრთხილდე ვინმეს სენტიმენტებს, თუ გვინდა ძალის აკრეფა, აუცილებელია კრიტიკის მიღებაც. ახლა გამეფებული კონცეფციაა, რომ მხოლოდ კოალიციური მთავრობა გადაარჩენს საქართველოს. მე მაინც ვიტყვი, რომ კოალიციური მთავრობა არის დემოკრატიული მმართველობის ყველაზე უარესი ფორმა. როგორც აღმოჩნდა, დაპირისპირებასთან ერთად ნაციონალური მოძრაობა აღარც ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის შეხვედრებს ესწრება. თამარ ჩერგოლეიშვილის თქმის შეთანხმებას არაფერი ემუქრება და კვლავ ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ დაპირისპირებასა და დაყოფაზე მიუთითებს. ფედერალისტების ლიდერი სააკაშვილის პარტიას ალიანსის წესების დამორჩილებისკენ მოუწოდებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ჩამოშორებით ემუქრება. დღეს ხო ნახეთ, რო არ იყვნენ. მათი საქმეა კიდევ ერთხელ, ანუ შეთანხმებას არაფერი არ ემუქრება. ჩვენ 8 პარტია ვრჩებით შეთანხმების ერთგული და რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის შიდა არეულობას, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ ეს შეთანხმება, ხელი რასაც მოაწერეს, კარგი შეთანხმებაა თუ ლუზერობის ფორმულა, თვითონ უნდა ჩამოყალიბდნენ კიდევ ერთხელ ჩვენ არ ვაპირებთ ჩარევას მათ შიდა პრობლემებში. წესები გაწერილია, ამ წესების მიხედვით მოქმედებთ. ყველა უნდა დაემორჩილოს ამ წესებს, ვინც არ დაემორჩილება ალიანსი დაუპირისპირდება. ჩვენი ლიდერი არ არის მიხეილ სააკაშვილი და თუ თავის პარტიასთან აქვს პრობლემები, თავის პარტიას ელაპარაკოს და გაარკვიონ ერთმანეთში. მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის დაწყებული კონფლიქტი ზურაბ ჯაფარიძისთვის ხელოვნურად შექმნილია, რადგან ნაციონალურ მოძრაობას ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის დატოვება სურს, პარტიას კი გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ჩანს მე მგონი გადაწყვეტილება მიღებული აქვს პოლიტიკური, რომ გასასაპირებენ ალიანსიდან ეს დანარჩენი ყველაფერი ჩემს ვთქვათ ხმაურია. სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ეპისტოლარული დაპირისპირებიდან გია ბარამიძისთვის აღმაშფოთებელი არა სააკაშვილის მიერ დაწყებული კონფლიქტი, არამედ ეგრეთ წოდებული ოპოზიციური ალიანსის პასუხი აღმოჩნდა. ერთმანეთზე განცხადებებით უნდა ველაპარაკოთ, ამ ხელა ალიანსში ხელისუფლებაში მოსასვლელად გვაქვს ისა პრეტენზია და 26 მაისს მოუწოდებთ ხალხს ერთად ვიყოთ და ერთიანობისკენ მოუწოდებთ და ერთმანეთს განცხადებებით უნდა ველაპარაკოთ. სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსში არსებული დაპირისპირება უინტერესოა მართველი გუნდისთვის. სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ეგრეთ წოდებული გაერთიანების და შემდგომ დაშლის პროცესი საზოგადოებამ არაერთხელ იხილა. იმ ადამიანების ალიანსი კი, რომლებსაც მხოლოდ გარე პატრონი აერთიანებთ, მუდამ კრახისთვისაა განწირული. ოპოზიციის ეს მორიგი ეგრეთ წოდებული გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო. ეს არის უკვე ალბათ მეათე ეგრეთ წოდებული ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მე თვითონ ვეშლიან, მე რამდენად უნდა გააკეთონ ეს ყველაფერი, ხო? რეალურად ეს ყველაფერი აჩვენებს იმას, თუ რამდენიმე მდგომარეობაა შექმნილი დღეს ოპოზიციაში. ყველა ნაციონალური მოძრაობის წიაღში აღმოცენებული ელემენტები არიან, ხო? ვიცით, რომ ყველა იმართება გარედან, არიან ქვეყნის მოღალატეები, არიან ქვეყნის მტრები, ქვეყნის ინტერესთან და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდ ნაწილთან ამ ადამიანებს საერთოდ არაფერი საერთო არ გააჩნიათ. საერთოდ ქვეყნის ინტერესთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის მათი ქმედებები. სადამდე მივა დაპირისპირება და დარჩება თუ არა 9 პარტიისგან შემდგარი სააკაშვილი ბოკერია გვარამიას ალიანსი 8 წევრით ნაციონალური მოძრაობის გარეშე. ახლა მთავარი კითხვა ეს არის. დღის ბოლოს მსჯავრდებულმა ექს-პრეზიდენტმა კიდევ ერთი წერილი გამოაქვეყნა და წასვლის გადაწყვეტილება ჯერ არ დაადასტურა, თუმცა დაადასტურა ის, რომ პარტნიორების კრიტიკის შეწყვეტას მაინც არ აპირებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატი ზურაბ პატარაძეა. მისი კანდიდატურა დასამტკიცებლად პრეზიდენტმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს უკვე წარუდგინა. ღონისძიება ორბელიანების სასახლეში გაიმართა. პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატ საომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვეს. გაწეული საქმიანობისთვის კი სულხან თამაზაშვილს მადლობა გადაუხადეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურაბ პატარაძე სულხან თამაზაშვილს შეცვლის, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. ნინო საუქვაძე გვერდება პირდაპირ ეთერში.
ზურა პატარაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტს მანამდეც იკავებდა, კერძოდ 2016-2018 წლებში მას აქვს დიპლომატიურ სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებაც, ამ დრომდე აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის პოზიციას იკავებდა. პატარაძის კანდიდატურა აჭარის უმაღლეს საბჭოს პრეზიდენტმა დასამტკიცებლად წარუდგინა. ღონისძიებაზე მიხელ ყაველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის კანდიდატს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვეს. სულხან თამაზაშვილს კი აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე ნაყოფიერი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადეს. გადაწყვეტილება მივიღე აჭარის უმაღლეს საბჭოში წარმოდგენილ პოლიტიკურ სუბიექტებთან კონსულტაციისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის საფუძველზე. ზურა პატარაძეს აქვს სახელმწიფო სამსახურში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება, ის წლების განმავლობაში ნაყოფიერად და წარმატებით მოღვაწეობდა დიპლომატიურ სამსახურში. ასევე ბატონი ზურაბი გახლავთ აჭარელი, ის ზედმიწევნით კარგად იცნობს ხარის საჭიროებებსა და მის პოტენციალს. დარწმუნებული ვარ, საკუთარ ცოდნასა და მდიდარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, იგი კვლავაც ეფექტიანად გააგრძელებს საქმიანობას რეგიონის საკეთილდღეოდ. სარგებლობს შემთხვევით და მინდა წარმატება უსურვო ბატონ ზურაბს, ასევე დასასრულს სურს მადლობა გადაუხადო ბატონ სულხან თამაზაშვილს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ნაყოფიერი საქმიანობისთვის და წარმატებები უსურვო მას ახალ საპასუხისმგებლო ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პოზიციაზე. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბატონ სულხან თამაზაშვილს მინდა კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა მისი გამორჩეული საქმიანობისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ მოწესრიგდა, მართვის კუთხით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი ჩაეყარა საფუძველი. რაც შეეხება ბატონ ზურა პატარაძეს, მას არ ჭირდება ქართული საზოგადოების წინაშე და აჭარის საზოგადოების წინაშე განსაკუთრებული წარდგენა, როგორც მოგეხსენებათ, ის წლების მანძილზე იყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, სადაც ძალიან დიდი წარმატებით უძღვებოდა ამ საქმიანობას. მისი თავმჯდომარეობის პირობებში ძალიან ბევრ, მათ შორის ძალიან მასშტაბურ პროექტებს, მათ შორის მასშტაბურ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩაეყარა საფუძველი. მისი საქმიანობის წლები იყო გამორჩეულად წარმატებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისთვის. ის ასევე არის გამორჩეული დიპლომატი. თავის მხრივ ნდობისთვის პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ზურა პატარაძემ და აღნიშნა, რომ მისთვის დიდი პასუხისმგებლობა გუნდთან ერთად ღირსეულად გააგრძელოს ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომელიც აჭარის რეგიონშია დაწყებული. ეს არის ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ეს არის გამოწვევაც, რომელსაც ჩვენ გუნდთან ერთად ღირსეულად ვუპასუხებთ, რათა მივიღოთ მონაწილეობა და გავაგრძელოთ ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომელიც დაწყებულია, რომელიც გრძელდება და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი კუთხის, ჩვენი მშობლიური აჭარის საკეთილდღეოდ. განსაკუთრებულად გამოვარჩიო და მადლობა გადაუხადო აწუკვე ყოფილ მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ სულხან თამაზაშვილს. იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ის იკავებდა ამ მნიშვნელოვან პოზიციას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე დაიწყო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ საქმეებს გავაგრძელებთ და ერთად მართავთ იმ მნიშვნელოვან პროცესებს, რასაც ქვია ჩვენი ქვეყნის აღშენებლობა, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე, ჩვენი რეგიონის წარმატება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენ გუნდთან ერთად და ამ კონტექსტში მე მინდა განსაკუთრებულად დიდი მადლობა გადაუხადო ჩვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარეს ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ქვეყნის აღშენებლობაში და ჩვენ როგორც რიგითი ჯარისკაცები ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე ზურა პატარაძე სულხან თამაზაშვილს შეცვლის, რომელიც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. მადლობა ნინო, ეს იყო ნინო სალუქვაძე. პრემიერ-მინისტრმა დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა, სამართალდამცავი უწყება სულხან თამაზაშვილმა ჩაიბარა. ირაკლი კვაბახიძემ გეკა გელაძეს ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, სულხან თამაზაშვილს კი ახალ თანამდებობაზე წარმატებები უსურვა. დეტალებით სოსო ელისაშვილი.
შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი უწყების თანამშრომლებს პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა ირაკლი ყობახიძემ სულხან თამაზაშვილის გამოცდილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უწყებას კვლავ ღირსეული ხელმძღვანელი ეყოლება. მთავრობის მეთაურმა სულხან თამაზაშვილის მიერ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოღვაწეობის პერიოდით შეაფასა და განმარტა, რომ მან თანამდებობაზე ყოფნისას ფუნდამენტური ცვლილებების განხორციელება, მართვის სისტემის მოწესრიგება და ახალი პროექტებისთვის საფუძვლის ჩაყრა შეძლო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოზიციაზე მანაც შეძლო ფუნდამენტურად ცვლილებების განხორციელება, მართვის სისტემის მოწესრიგება, ძალიან ბევრ ახალ პროექტს ჩაუყარა საფუძველი. რაც იმას ნიშნავს, რომ გარდა იმისა, რომ ბატონი სულხანი არის ძალიან წარმატებული, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის წარმომადგენელი, ის არის მრავალმხრივი ადამიანი და მის გამოხატულება, ის წარმატებები, რომელიც ჰქონდა მას აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხანმოკლე, მაგრამ ძალიან საფუძვლიანი მოღვაწეობის მანძილზე და მისი სახით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეყოლება ძალიან ღირსეული ხელმძღვანელი და დარწმუნებულია, რომ ძალიან დიდი წარმატებით გაგრძელდება ის გზა, რომელსაც ბოლო თვეების განმავლობაში ჩაეყარა საფუძველი. სულხან თამაზაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ 2025 წლის 7 აპრილს დაენიშნა. მანამდე კი შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობებზე 16 წლის განმავლობაში მუშაობდა. მან თანამშრომლებთან საუბრისას განმარტა, რომ უწყებაში დაბრუნება პასუხისმგებლობა და პატივია. ჩემთვის რა თქმა უნდა ძალიან დიდი პატივია და პასუხისმგებლობა დაბრუნება იმ ოჯახში, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვია, მოგიხსენებათ, მრავალი წელი მაქვს გადარებული თქვენთან ერთად ამ ოჯახში და დიდი პატივია გაგრძელება პროფესიონალ ღირსეულ ადამიანებთან ერთად იმ საქმის კეთება, რასაც ქვია ქვეყნის სამსახური და მართლწესრიგის კანონის დაცვა და სამართლის აღდგენა. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა. მთავრობის მეთაურმა გეკა გელაძის ministrობის პერიოდით შეაჯამა და გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ყობახიძემ აღნიშნა, რომ სხვადასხვა მიმართულებით დაგროვილ არაერთ პრობლემასა და გამოწვევას თავი გეკა გელაძემ წარმატებით გაართვა. შედეგად ვითარების შეცვლა მათ შორის კრიმინალის, ნარკოტიკული და ორგანიზებული დანაშაულის კუთხით ფუნდამენტურად შეძლო. ეს 11 თვე იყო გამორჩეულად წარმატებული შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის. დღეს უკვე პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაგროვილი სხვადასხვა მიმართულებით და რეალურად ფუნდამენტურად შევძელით ჩვენ ვითარების შეცვლა. იყო პრობლემები კრიმინალის კუთხით, ნარკოტიკული დანაშაული, ბევრჯერ გვისაუბრია ამ თემებთან დაკავშირებით, საჯაროდაც ორგანიზებული დანაშაული, ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან ხელშესახები და ფუნდამენტური შედეგები. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბატონი გეკა იქნება ესეთივე წარმატებული, როგორც იყო ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პოზიციაზე. გეკა გელაძის ხელმძღვანელობით შინაგან საქმეთა სამინისტროს წინსვლა არაერთი მიმართულებით ჰქონდა. მაგალითისთვის 2025 წლის რეგისტრირებული დანაშაულის 70% გახსნილია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მნიშვნელოვნად გაზრდილი მაჩვენებელია. გარდა ამისა, უწყებამ ბრძოლა უკანონო მიგრაციასაც გამოუცხადა. მხოლოდ გასულ წელს ქვეყნიდან იმაზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევეს, ვიდრე 2019-24 წლებში ერთად. შინაგან საქმეთა უკვე ყოფილმა მინისტრმა თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა და მის შემცვლელს წარმატებები უსურვა. ბატონო პრემიერო, მადლობა იმისთვის, რომ ერთი წლის წინ მე გამომიცხადეთ დობა და წარმატგინეთ ამ პოზიციაზე. თქვენი მხარდაჭერით, ყოველდღიური ჩართულობით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც შედეგზე იყო ორიენტირებული, როგორც ინსტიტუციურად, ისე ყველა მიმართულებით ამ ადამიანებთან ერთად, რომლებიც აქ სხედან ამ გუნდთან ერთად და მადლობა თითოეულ თქვენთაგანს. მინდა ბატონ სულხანს მადლობა გადაუხადო. მინდა წარმატებები უსურვო. ის არის განსაკუთრებული ადამიანი, ძლიერი ადამიანი, ღირსეული პოლიციელი. საკადრო ცვლილებების შესახებ პრემიერ-მინისტრმა 2 დღის წინ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. დიუშენის სინდრომით დაავადებულთა მშობლობის მოთხოვნა და სახელმწიფოს ფრთხილი პოლიტიკა სარისკო პრეპარატების შემოტანასთან დაკავშირებით. საქართველოში კვლავ განხილვის საგანია დიუშენის სინდრომის სამკურნალო ექსპერიმენტული მედიკამენტების მოხმარების საკითხი, რომლის მძიმე უკუეფექტებს კვლევები ადასტურებენ და საერთაშორისო მარეგულირებლებიც აღიარებენ. იშვიათ გენეტიკურ დაავადებასთან ბრძოლის ეფექტური მეთოდი მედიცინაში ჯერ არ არსებობს, თუმცა კვლევით ეტაპზე არსებული პრეპარატები ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვან საფრთხეს შეიცავს. სწორედ
არსებული რისკების გამო და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მსგავსი მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანას სიფრთხილით ეკიდება საქართველო. ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მედიკამენტის უსაფრთხოება და ეფექტიანობა არ არის მთავარი კრიტერიუმი, რითაც სახელმწიფო ხელმძღვანელობს. დეტალებით ჩვენ სიუჟეტში. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც კვლევებით დადასტურებულ რისკებს შეიცავს და სახელმწიფოს გონივრული სიფრთხილე. ჯანდაცვის მინისტრი კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ პაციენტის საუკეთესო ინტერესები, მედიკამენტების უსაფრთხოება და ეფექტიანობა უპირველესია. მიხეილ სარჯველაძე საერთაშორისო მარეგულირებელი ორგანიზაციების დასკვნებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მოთხოვნილი მედიკამენტების ნაწილს ევროპის წამლის სააგენტოს ავტორიზაცია არ აქვს. ნაწილი კი ამერიკის შეერთებული შტატების სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისგან დაჩქარებული ავტორიზაციით სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეპარატებზე კვლევები გრძელდება. ეგზონის ამოგდება, ეგრეთ წოდებული ეგზონ სკიპინგი. ამ შემთხვევაში ნახეთ როგორია მოცემულობა. ემა არც ერთს არ აქვს ერთის გამოკლებით, ერთს ქონდა. მინიჭებული მე უარი ითქვა. ძირითადი მიზეზი იმ ხანად აი 2018 წელს არის ეს მიღებული გადაწყვეტილება, შემდეგ არც ერთ ამ ეგზონის სკიპინგზე არ არის შეტანილი განაცხადი. წამლის ეფექტურობაზე მონაცემების სიმცირე, აი ეს არის მიზეზი. კერძოდ კვლევის მიხედვით არ დადასტურდა მისი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით. ესე იგი ამას ვინც სვამს და პლაცებოს სახით ვინც არ სვამს, შედეგები აქვს ერთი და იგივე. ემა არა აქვს, მაგრამ აი FDA აქვს მინიჭებული ამ ეგზონ სკიპინგებს, მაგრამ ნახეთ, აქაც დაჩქარებული წესით არის საუბარი. ეს დაჩქარებული წესი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რას ნიშნავს, ცით რომ ამის შემდეგ, ამ ავტორიზაციის შემდეგ უნდა კვლევები როგორ იცით, აი კვლევები ჯერ ცხოველებზე კვლევა, ადამიანებზე კვლევა და ამის შემდეგ უნდა გაირკვეს წამალი უსაფრთხოა, ქმედითია თუ არა. ეგზონ სკიპინგი იგივე ეგზონების თერაპიის მეთოდი უჯრედს ეხმარება გამოტოვოს დისტროფინის გენის დაზიანებული ნაწილი, რათა ორგანიზმმა შეძლოს ფუნქციური ცილის გამომუშავება. მეთოდი, რომლის დროსაც რამდენიმე მედიკამენტი გამოიყენება ცხოველებზე დაკვირვების ეტაპზეა. ერთ-ერთ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით ირკვევა, რომ მკვლევარებმა სპეციალურად შექმნეს გენეტიკურად მოდიფიცირებული ვირთაგვას ახალი ლაბორატორიული მოდელი, რომელზეც ცდები ტარდება. ექსპერიმენტის მიხედვით აკვირდებიან დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მსგავსი დაავადების განვითარებას, მათ შორის როგორ ზიანდება კუნთები და გული, რატომ არის დაავადება ზოგ შემთხვევაში უფრო მსუბუქი და როგორ შეეძლება მისი მკურნალობა. ამ კვლევაში გუნდმა შექმნა DMD Delta-45 ვირთხის ახალი მოდელი, რომელიც ატარებდა ეგზონ 45-ის მიზანმიმართულ წაშლას. ეს მუტაცია წარმოქმნის ჩარჩოს მიღმა ტრანსკრიპტს და წყვეტს დისტროფინის ექსპრესიას ჩონჩხის და გულის კუნთებში სიცოცხლის ადრეულ ეტაპზე. ჰისტოლოგიურმა ანალიზებმა გამოავლინა კლასიკური დისტროფიული მახასიათებლები, როგორიცაა ბოჭკოების დეგენერაცია და ფიბროზი, ხოლო ქცევითი ტესტების ერთობლიობამ გამოავლინა კოგნიტური შესაძლებლობების დეფიციტი. თუმცა DMD Delta-45 ვირთხებმა აჩვენეს უფრო მსუბუქი ფენოტიპი სხვა ვირთხის მოდელებთან შედარებით. უფრო დეტალური შესწავლით დადგინდა, რომ ზოგიერთ ტრანსკრიპტს ბუნებრივად გამორჩა ეგზონ 44, ფენომენი, რომელიც ცნობილია როგორც სპონტანური ეგზონის გამოტოვება. ეგზონის ეს გამოტოვება აღადგენს დარღვეულ კითხვას, ჩარჩოს და საშუალებას, იძლევა წარმოქმნას შემოკლებული, მაგრამ ნაწილობრივ ფუნქციონალური დისტროფიის ეს ექსპრესია ხსნის ამ მოდელში დაფიქსირებულ შუალედურ სიმძიმეს. დიუშენის სინდრომის დაკვირვებისთვის შექმნილ ვირთაგებზე დასრულებული კვლევის შემდეგ გაირკვევა, რამდენად უსაფრთხოა პრეპარატები, რომელსაც ეგზონ სკიპინგის დროს იყენებენ. კვლევების საბოლოო დასრულებისა და მარეგულირებლის აღიარების გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობენ ქართველი მედიკოსები. ექიმები იმ მრავალწლიან ეტაპებს განმარტავენ, რომელსაც წამალი კვლევების დროს გადის. პროფესორი ალიოშა ბაკურიძე მიიჩნევს, რომ ექსპერიმენტულ სტადიაზე მყოფი პრეპარატების პრაქტიკაში გამოყენება წარუმატებლობის მაღალი რისკის შემცველია. უსაფრთხოება არის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი, როდესაც წამალზე ვლაპარაკობთ და მის რეგისტრაციაზე ვსაუბრობთ. როდესაც საუბარია ახალი წამალი კანდიდატის დანერგვაზე სამედიცინო პრაქტიკაში, მან აუცილებლად უნდა გაიაროს კვლევების სამი ეტაპი. კლინიკამდელი კვლევებიდან კლინიკურ კვლევებზე გადადის მხოლოდ და მხოლოდ 10%.
გამოსაცდელი პრეპარატების რაოდენობის 10%. რაც შეეხება კლინიკურ კვლევას გადის პრეპარატი და ვთქვათ, რომ ეს იქნება ეფექტიანი, უსაფრთხო და ხარისხიანი, ამის თქმა არ შეიძლება იმდენად, რამდენადაც აქ წარუმატებლობის ძალიან დიდი რისკი არსებობს და ის 90% შეადგენს. ასე რომ მანამ სანამ პრეპარატი არ იქნება მარეგულირებლის მიერ აღიარებული, ჯობია რომ თავის შევიკავოთ. დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო პრეპარატი, რომელიც გენეტიკურ დაავადებას სრულად განკურნავს, მეცნიერებს ამ დრომდე არ შეუქმნიათ. მედიკამენტები კი, რომლის საქართველოში შემოტანასაც ბავშვების მშობლები ითხოვენ, უსაფრთხოების რისკებს შეიცავს. კონკრეტული წამლების გამოყენების შემდეგ დაფიქსირებულია ფატალური შემთხვევებიც. პრეპარატების დიდი ნაწილი სახელმწიფო პროგრამაში ჩართვაზე უარს აცხადებენ ევროპის წამყვანი ქვეყნები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით საბერძნეთშია. მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში. საგარეო უწყების ხელმძღვანელი სამუშაო სესიაზე სიტყვით გამოვა. ასევე მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, სადაც განხილვის თემა იქნება საქართველოს სტრატეგიული როლი შუადერეფანში. ფორუმის ფარგლებში მსოფლიო ლიდერები და საგარეო საქმეთა მინისტრები გლობალურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ. საბერძნეთიდან პირდაპირ ეთერში თეკლა ბესტავაშვილი გვერდდება. თეკლა გისმენთ. დელფოსის რიგით მე-11 საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი ოფიციალურად გახსნილია. საბერძნეთში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი პირველ სამუშაო სესიაში მონაწილეობას რამდენიმე საათში მიიღებს. ფორუმის ფარგლებში ქვეყნის პირველი დიპლომატი არაერთ პანელურ დისკუსიაში ჩაერთვება. გარდა იმისა, რომ ფორუმის მთავარი თემატიკა ბუნებრივია არის ეკონომიკა, დისკუსიები დაეთმობა დღევანდელ დღეს გლობალური გამოწვევების ფონზე და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების ფონზე უსაფრთხოებას. ხვალ გაიმართება კიდევ ერთი პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მაკა ბოჭორიშვილი მიიღებს და მისი მთავარი თემა იქნება შუადერეფანი. ამ კონტექსტში კი კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან როლს, როგორც მთავარ დამაკავშირებელ როლს ევროპასა და აზიას შორის. ფორუმში ჩვენი ქვეყნის მონაწილეობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ქვეყნის მზარდ როლს, როგორც უსაფრთხოების, ასევე საერთაშორისო ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის მიმართულებით. ძალზედ მნიშვნელოვანია საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა დელფოსის რიგით მე-11 ფორუმში, სადაც გაიმართება მსჯელობა როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ საკითხებზე, რა თქმა უნდა, გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. ორი დღის განმავლობაში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა დისკუსიაში, საპანელო დისკუსიაში, სადაც ისაუბრებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე, ზოგადად ქვეყნის მიზნებზე და რა თქმა უნდა ხაზს გაუსვავს ჩვენი ქვეყნის გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს. ფორუმი წელს განსაკუთრებით მასშტაბურია, როგორც ვიცით 1200-ზე მეტი სპიკერი მიიღებს მონაწილეობას და 10,000 ადამიანზე მეტი დამსწრე ეყოლება ფორუმს. როგორც უკვე გითხარით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დელფოსის ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობს. რამდენიმე საათში დაიწყება პირველი სამუშაო სესია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს მაკა ბოჭორიშვილი. დელფოსის რიგით მე-11 საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში 1200-ზე მეტი მოწვეული სტუმარი მონაწილეობს. სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებიან აქ, ასევე ბიზნეს სექტორისა და აკადემიური წრის წევრები. როგორც უკვე აღნიშნე, წლევანდელი ფორუმის მთავარი თემა გარდა ეკონომიკისა, ასევე არის უსაფრთხოება. მადლობა თეკლა, პირდაპირ ეთერში თეკლა ბესტავაშვილი საუბრობდა. ეკონომიკის მინისტრი კი დელეგაციასთან ერთად პეკინში ვიზიტით იმყოფება. მარიამ ქრუვიშვილმა შეხვედრები გამართა ჩინეთის მთავრობის წარმომადგენლებთან და სხვილი კომპანიების ხელმძღვანელებთან. ეკონომიკის მინისტრმა ჩინეთის კომერციის მინისტრთან ერთად ხელი მოაწერა ოქმს საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების შესახებ, რომელიც არსებული შეთანხმების თანამედროვე სავაჭრო გარემოს მოთხოვნებთან ადაპტაციას, განსაზღვრული თანამშრომლობის სფეროების კონკრეტიზაციას და ასევე ახალი მიმართულებების დამატებას ითვალისწინებს. მარიამ ქრუვიშვილმა ასევე შეხვედრები გამართა მსხვილ ენერგეტიკულ კომპანიებთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ჩინეთის ეროვნული რეფორმებისა და განვითარების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან და ჩინეთის უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელ პირებთან.
შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ იმ ძალიან დიდ შესაძლებლობებზე, რომელიც ქვეყნებს შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერების თვალსაზრისით არსებობს, მათ შორის საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტის შესაძლებლობებზე ჩინეთში, ისევე როგორც საქართველოში ჩინეთიდან დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის შესაძლებლობებზე. ბიზნეს ფარგლებში ჩვენ ასევე შევხვდით უმსხვილეს ენერგეტიკულ კომპანიებს, რომლებსაც აქვთ დაინტერესება ჩვენ ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების თვალსაზრისით, ბევრი ვისაუბრეთ ელექტროენერგეტიკის, ისევე როგორც გაზისა და ნავთობის მოპოვების შესაძლებლობებზე ჩვენ ქვეყანაში. ასევე გქონდა შეხვედრები საკმაოდ ნაყოფიერი ადგილობრივ ავიაკომპანიებთან, ჩვენ მჭიდროდ თანამშრომლობთ ჩინურ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ მუდმივად იზრდებოდეს პირდაპირი ფრენები. ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გქონდა მინისტრმა მოგვაწოდა მიმოხილვა საქართველოს წლევანდელი და გასული წლის ვითარების შესახებ. ჩვენ გვესმის, რომ ეკონომიკა ძალიან სწრაფად იზრდება, ბევრად უფრო მეტად ვიდრე მსოფლიოს განვითარების საშუალო ტემპია. მინისტრმა ასევე მოგვაწოდა ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროექტებზე, მათ შორის ჰიდროელექტროსადგურების, ნავთობისა და გაზის მიმართულებით. ძალიან დაინტერესებულნი ვართ ქვეყნის განვითარებით, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში. ჩვენი შტაბ-ჭრილებით სამინისტროსა და მისი ძლიერი გუნდის მუშაობა გვიქმნის რწმენას, რომ საინვესტიციო გარემო მიმზიდველი იქნება. ერთიანი გამჭირვალე და შედეგებზე ორიენტირებული სისტემა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა წარადგინა. ინიციატივა აგროსექტორის მხარდაჭერის განახლებულ მოდელს ითვალისწინებს. 1 ივლისიდან ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი ამოქმედდება, ბენეფიციართა შერჩევა კი წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით მოხდება. პროექტი მოიცავს თანამედროვე მექანიზმების დანერგვას, მონაცემთა ბაზების განვითარებას და მონიტორინგის გაძლიერებას. პრემიერ-მინისტრმა პროგრამის მნიშვნელობაზე და აგროსექტორის მხარდაჭერის გაძლიერებაზე ისაუბრა. დეტალებით ნინო საულქვაძე. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აგროთანადაფინანსების ახალი სახელმწიფო პროგრამა წარადგინა, რომელიც აგროსექტორის მხარდაჭერის განახლებულ თანამედროვე მიდგომას ეფუძნება. მთავარი მიზანი კი აგროსექტორის განვითარების დაჩქარება, ცოდნის გაღრმავება, ექსპორტის ზრდის ხელშეწყობა და სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერება. როგორც პროგრამის პრეზენტაციაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, რეფორმამ უნდა უზრუნველყოს ფერმერების გაძლიერება, მაღალხარისხიანი ქართული პროდუქციის წარმოება, იმპორტის ჩანაცვლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდა. თუ აქამდე სახელმწიფო მხარდაჭერა მიმართული იყო ცალკეული კომპონენტების დაფინანსებაზე, დღეს ჩვენ ვაფინანსებთ სრულ პროექტებს. პროგრამის მნიშვნელოვანი კომპონენტებია დაფინანსების მოცულობის ზრდა, თანადაფინანსების მყაფიო სტრუქტურა, მონიტორინგის და ანგარიშგების გაძლიერებული სისტემა. ჩვენი მიზანია საქართველოს აგროსექტორის სრული პოტენციალის ათვისება, მისი კონკურენტუნარიანობის გაძლიერება და გლობალურ ბაზრებზე პოზიციების გამტკიცება. შემოთავაზებული რეფორმა ხელსაყრელი ინსტრუმენტია ამ მიზნების მიღწევისთვის. სახელმწიფოს მხარდაჭერით უკვე შეიქმნა მნიშვნელოვანი საფუძველი, რაც გამოიხატება ათასობით ჰექტარზე გაშენებულ თანამედროვე ბაღებში, ასეულობით გადამამუშავებელ საწარმოსა და ათასობით დასაქმებულ ადამიანში. აგროთანადაფინანსების ახალი პროგრამა გაერთიანებს აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას. მნიშვნელოვნად დაიწევა დაფინანსების ქვედა და ზედა ზღვრები. ზოგ შემთხვევაში კი სახელმწიფო თანადაფინანსება გაორმაგდება. მთავრობის მეთაურმა აგროსექტორის მხარდამჭერ პროგრამებზე საუბრისას ხაზი გაუსვა ხელისუფლების მიდგომებს, რომელიც 2012 წლის შემდეგ ფუნდამენტურად შეიცვალა, რაც შედეგებზეც აისახა. გაორმაგდა აგროსასურსათო პროდუქტების გამოშვების და რეალიზაციის მაჩვენებლები. სოფელი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ვაქციეთ და დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება ინფრასტრუქტურაში, ასევე ტექნიკაში და ცოდნაში. და შედეგები არის ხელშესახები, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგდა და მან 8.5 მილიარდ ლარს გადააჭარბა, 2.5-ჯერ გაიზარდა აგროექსპორტი, რომელმაც $1.8 მილიარდ გადააჭარბა. ეს ნიშნავს, რომ ქართული ნაწარმი თანმიმდევრულად იკავებს თავის ღირსეულ ადგილს საერთაშორისო ბაზარზე. დღეს ჩვენ გავართ ახალი გამოწვევების წინაშე, გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, ლოჯისტიკური სირთულეები და სასურსათო უსაფრთხოების საკითხი დღეს მთელი მსოფლიოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ეს ვითარება ჩვენგან კიდევ უფრო სწრაფ მოქმედებას, ახალი ბაზრების ათვისებას და ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურ გაძლიერებას მოითხოვს. ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება, გვინდა თქვენ იყოთ წარმატებული თანამედროვე მეწარმეები, რომელთაც გექნებათ სტაბილური შემოსავალი და ზრდის მუდმივი პერსპექტივა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვნად ვწევთ დაფინანსების ქვედა და ზედა ზღვრებს, ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება. სახელმწიფო მზად არის პირველად წარმოებაში აიღოს ხარჯების მინიმუმ 50%, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაში 40%. ძლიერი ფერმერი ნიშნავს ძლიერ სოფელს, ხოლო ძლიერი სოფელი არის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური სუვერენიტეტის და ეროვნული უსაფრთხოების გარანტი.
ეს პროგრამა არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოს როგორც თანამედროვე და ძლიერი აგრარული სახელმწიფოს გამტკიცების გზაზე. 1 ივლისიდან ფერმერული მეურნეობების რეესტრი ამოქმედდება, რომელიც მთავრობას დაეხმარება ზუსტად დაინახოს თითოეული ფერმერის საჭიროება იმისთვის, რომ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი იყოს და პროექტების დაფინანსების პროცესი კიდევ უფრო მეტად დაჩქარდეს. აგროტანადაფინანსების პროგრამა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ფერმერებთან ფართო დიალოგით მომზადდა. გონია რომ არის კომპლექსური პროგრამა, საჭირო არის ფერმერების კვალიფიკაციის დონის ცოდნაც, ვინ რას აკეთებს და როგორ აკეთებს, იმიტომ რომ თუ ჩვენ უბრალოდ ფულს დავხარჯავ და ფულს გადავხარჯ, შედეგს ვერ მივიღოთ. მნიშვნელოვანი რამ დააფიქსირა ლაშადოლიძემ, როდესაც თქვა, რომ ამ მონაცემების მოკრეფით ჩვენ შეგვეძლება ყოველთვის უფრო მეტად გავიაზროთ რა არის შესაძლებელი და რა არის დასახვეცი. აი ეს არის ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ინფორმაცია პრობლემების სად გვაქვს, უფრო მეტად გვაინტერესებდეს და მოდიოდეს ეს პრობლემები, რომ მე მოვაგვაროთ. იმედი გვაქვს, რომ საინტერესო იქნება, იმიტომ რომ ყველაზე მთავარი დანაპირები რაც აქამდე გვაქვს მოსმენილი არის ის, რომ ეს პროგრამა არ იქნება, ასე ვთქვათ, ერთხელ და სამუდამოდ განსაზღვრული. შესაძლოა უკავშირზე დაყრდნობით, ჩვენგან მიღებული უკავშირზე დაყრდნობით, ესა თუ ცვლილებები შევიდეს. აგროტანადაფინანსების პროექტისთვის სოფლის განვითარების სააგენტოს ბიუჯეტიდან 300 მილიონზე მეტი დაიხარჯება. მინიმალური საათობრივი ანაზღაურების გაცემის მიმართულებით სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი განხორციელდა, შემოწმებამ 321 კლინიკიდან დარღვევა მხოლოდ 4 შემთხვევაში გამოავლინა. ამ დროისთვის კი გადაცდომები უკვე აღმოფხრილია. მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმა 2023 წელს ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც მინიმალური სახელფასო ზღვარი ექიმებისათვის, ექთნებისთვის და სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებული სხვა პირებისთვის დაწესდა. რეფორმა ამოქმედებიდან დღემდე 25,000-ზე მეტ საქმებულ შეეხო. მარიამ რატიანი გიამბობთ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით პრობლემა ფაქტიურად აღმოფხრილია. შემოწმებული 321 კლინიკა და დარღვევის მხოლოდ 4 შემთხვევა. ჯანდაცვის სამინისტრო მინიმალური საათობრივი ანაზღაურების რეფორმის ფარგლებში სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის გასული წლის შედეგებს აჯამებს. შემოწმება შრომის ინსპექციის სამსახურმა უზრუნველყო და ამჯერად კლინიკების ამბულატორიული ნაწილიც მოიცვა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით ინსპექტირების შედეგად მიღებული მაჩვენებლები ცალსახა პროგრესის მიმანიშნებელია და მიზნად სამედიცინო პერსონალის შრომითი უფლებების სათანადო დაცვას ისახავს. ჩვენ 25 წელს განახორციელეთ შემოწმება კლინიკების ამბულატორიების და 321 კლინიკა ქვეყნის მასშტაბით სრულად იქნა შემოწმებული მინიმალური შრომის ანაზღაურების გაცემის მიმართულებით და მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ 4 კლინიკაში დაფიქსირდა მსგავსი გადაცდომა. ანუ ეს არის შემოწმებული ობიექტების 1% ფაქტიურად. შემოწმეთ ისეთი ამბულატორიები, რომლებსაც სტაციონარები ჰქონდათ და აქვთ და ფაქტიურად ამან მოიცვა სრული სამედიცინო სექტორი ჩვენი ქვეყნისა. მაჩვენებლების ცალსახა გაუმჯობესებაზე საუბრობს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსიც. ბექა ფერაძე განმარტავს, რომ შემოწმებებს პერმანენტული ხასიათი აქვს და მონიტორინგი როგორც გეგმიურად, ისე ანონიმური საჩივრების ნიადაგზე ხორციელდება. დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი კლინიკებს შესაბამისი ფინანსური სანქციები უწესდებათ. წლიდან წლამდე დადებითი დინამიკა გვაქვს სახეზე, დარღვევების მაჩვენებელი 1% გამოვლინდა. წინა წლებთან შედარებით, როდესაც ვთქვათ, მაგალითად 15%-მდე იყო დარღვევების მაჩვენებელი ამ სექტორში. ზედამხედველობას ექვემდებარება ყოველწლიურად ყველა სამედიცინო დაწესებულება. თუმცა საჩივრების არსებობის შემთხვევაში ჩვენ ანონიმურად მათ შორის შრომის ინსპექციის სამსახური ღებულობს საჩივრებს და რიგ გარეშეც ხორციელდება ამ შემთხვევაში შემოწმება. ცვლილების ნიადაგზე შრომის უნარიანობის გაუმჯობესებასა და მონიტორინგის შედეგებზე საუბრობენ სამედიცინო სექტორის წარმომადგენლები. თბილისის გულის ცენტრის დირექტორის განცხადებით, რეფორმა განსაკუთრებით ეფექტური რეგიონებისთვის აღმოჩნდა. გარკვეულწილად ძალიან ბევრი პრობლემები იყო ამასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში. იმის შემდეგ, რაც გატარდა ეს რეფორმა და შემოვიდა სავალდებულოდ მინიმალური ანაზღაურება, ეს საკითხი მეტნაკლებად დასტაბილურდა. ამ რეფორმამ ასევე ძალიან დადებითი როლი მოიტანა რეგიონებში, ვინაიდან იქ ყველაზე დიდი პრობლემა იყო სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება. რა თქმა უნდა, გაიზარდა мотиваცია თანამშრომლების და შემცირდა ის სამუშაო საათები, რათა ანაზღაურების გაზრდა მისცა საშუალება, რომ უფრო ნაკლები საათები გაატარონ სამსახურში. რეფორმა ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით 2023 წლიდან ამოქმედდა და დღემდე 25,000-ზე მეტ დასაქმებულს შეეხო. 2025 წელს 4-ვე კლინიკაში აღმოჩენილი დარღვევა კი უკვე აღმოფხრილია.
პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი თბილისში ორი ქვეყნის ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებმა თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს ღონისძიებამდე. სტუმრები იმერეთშიც იმყოფებოდნენ, სადაც ქართველ კოლეგებთან შეხვედრები გამართეს და ტურისტულ პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიიღეს. ფორუმის მიზანი სლოვაკურ ბაზარზე საქართველოს ტურისტული პოტენციალის წარმოჩენა და ცნობადობის ამაღლებაა. დეტალები ჩვენს სიუჟეტში. ბიზნეს ურთიერთობების დამყარება, სლოვაკეთიდან ტურისტული ნაკადების მოზიდვა და საქმიანი ურთიერთობების გაღრმავება. თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაში 20-ზე მეტი ქართული და 10-მდე სლოვაკური ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობდა. შეხვედრა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა. ფორუმი მაია ომიაძემ და მატუშ ბუშოვსკიმ გახსნეს. მას შემდეგ რაც ქუთაისსა და ბრატისლავას შორის პირდაპირ ფრენები ვიზიარმა დაიწყო, მას შემდეგ ძალიან აქტუალური გახდა როგორც სლოვაკების საქართველოში სტუმრობა, ასევე საქართველების სლოვაკეთში სტუმრობა. შესაბამისად, ჩვენ პირველად მასპინძლობთ ტურისტულ კომპანიებს. საქართველოსთან წარმოდგენილი იყო 20 მეტი კომპანია და სლოვაკეთიდან საქართველოს 10 კომპანია ეწია იმისთვის, რომ ბიზნეს ურთიერთობები დავამყაროთ და მომავალში ბევრად მეტი ტურისტი ჩამოვიყვანოთ საქართველოში. სლოვაკურ-ქართული ტურიზმის პირველი ფორუმის მიზანია სლოვაკეთის პოპულარიზაცია საქართველოში და საქართველოს პოპულარიზაცია სლოვაკეთში, ასევე ბიზნესის გაძლიერება, ახალისება, კონტაქტების დამყარების მიზნით, ასევე ტურისტულ ინდუსტრიებში კონტაქტების გაღრმავება, რაც მნიშვნელოვანია ორივე ქვეყნისთვის. ვიმედოვნებთ, რომ მეტი სლოვაკი მოგზაური ეწვევა საქართველოს და მეტი ქართველი მოგზაური ეწვევა სლოვაკეთს. ფორუმის ფარგლებში ქართული და სლოვაკური ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებმა ერთმანეთს ტურისტული მიმართულებების შესახებ ინფორმაცია გაუზიარეს. შეხვედრაზე იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობაზეც. აღინიშნა, რომ საქართველოში სლოვაკელი ვიზიტორების ზრდას ხელი შეუწყო ორ ქვეყანას შორის პირდაპირმა საჰაერო ავიამიმოსვლამ, რომელსაც ავიაკომპანია ვიზიარი ქუთაისსა და ბრატისლავას შორის ასრულებს. ქონდა შეხვედრა სლოვაკ ტუროპერატორებთან, სადაც შევთავაზეთ ჩვენი მომსახურება. რაც იმედია, რომ საინტერესო გახდება და ვითანამშრომლებთ მორიგ ევროპულ ქვეყანასთან. პროდუქტიული შეხვედრაა ქართულ და სლოვაკ, ასე ვთქვათ, ტურისტულ სააგენტოებს შორის. შემომყვანი ტურისტებით ძალიან საინტერესო ჩვენთვის პირველი სლოვაკურ-ქართული ტურისტული ფორუმია, რომელიც ბრატისლავასა და ქუთაისის შორის პირდაპირ ავიარეისის დანიშვნის ფარგლებში გაიმართა. ჩვენ გვგრძნობთ, რომ ორივე მხარის ტურიზმის ზრდის დიდი პოტენციალი არსებობს, რაც საქართველოში ფრენის დროსაც დადასტურდა, როდესაც ჩვენ საქართველოს მიმართულებით მოვდიოდით ბორტზე ბილეთები სრულად იყო დაჯავშნილი. დაახლოებით 50-50-ზე იყვნენ სლოვაკები და ქართველები. თბილისის ფორუმამდე სლოვაკური კომპანიების წარმომადგენლები იმერეთს ესტუმრნენ. ქართველ კოლეგებთან შეხვედრაზე თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აცხადებენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყოველდღიურად ფართოვდება, რაც მომავალში საქართველოსა და სლოვაკეთში ვიზიტორთა რიცხვის კიდევ უფრო გაზრდას გამოიწვევს. სლოვაკეთის ტურისტული სექტორის წარმომადგენლებისთვის ტური თბილისის ისტორიულ უბნებშიც გაიმართა. ორმხრივი ურთიერთობები სულ უფრო და უფრო ფართოვდება. ამას უკვე ვხედავთ საქართველოში. ქუთაისში საოცარი დახვედრა მოგვიწყვეს. თბილისში საინტერესო შეხვედრები გავმართეთ. ფიქრობ, ახლო მომავალში სლოვაკეთსა და საქართველოს ორივე მხრიდან მეტი ვიზიტორი ეყოლება. რა თქმა უნდა, უკვე ვგრძნობთ ამას. სლოვაკეთში ხალხი სულ უფრო დაინტერესებულია საქართველოთი და ეს პირდაპირი რეისი მათ მოგზაურობას გაცილებით ადვილს გახდის. საქართველოში ტურისტული ნაკადების ზრდის მიზნით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მასშტაბურ კამპანიებს ატარებს. შედეგად ქვეყანაში რეკორდული რაოდენობის ტურისტული ვიზიტები ფიქსირდება. ეს ყოფასტევის საინფორმაციო გამოშვება 7 საათზე, მოხვალამდე გემშვიდობებით, ნახვამდის.